22 სექტემბერს დღის ბოლომდე ყველა დაინტერესებული პირი, ვისაც სურს რომ პროფესიულ განათლებაში წარადგინოს სიახლე და პროექტი, ექნებათ შესაძლებლობა გამოაგზავნონ საბუთები. აქტივობა მაღალია, თუმცა როგორც წესი, ბოლო 2 დღის განმავლობაში ვიღებთ ყველა ძირითად აპლიკაციას და საბუთს. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, უკვე მერვედ ტარდება, 2017 წელს დავაფუძნეთ და ყოველწლიურად იზრდება როგორც რაოდენობა წარდგენილი აპლიკაციების, ასევე ხარისხი და გვიხარია, რომ ეს ჯილდო ტრადიციული პროექტი გახდა საქართველოში და ძალიან საყვარელი მათთვის, ვინც პროფესიულ განათლებაში მოღვაწეობს. რა იყო ამ ჯილდოს დაარსების თავდაპირველი მიზანი და თუ გაამართლა ამ მიზანმა 8 წლის თავზე? ათასლეულის ფონდი საქართველოში ახორციელებს პროექტებს ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში და ჩვენი მიზანი გახლავთ ქვეყანას დავეხმაროთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, რაც ეკონომიკის ზრდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ. ადამიანური კაპიტალი კი არის ის სპეციალისტები, ის ადამიანები, ვინც ჩართულნი არიან ქვეყნის განვითარებაში თავისი პროფესიით და ის ადამიანებია ძირითადად, ვინც პროფესიულ განათლებას ეუფლება სწორედ, ასევე რა თქმა უნდა უმაღლეს, მაგრამ საქართველოში დღეს ძირითადი დანაკლისი გვაქვს და დეფიციტი გვაქვს ისეთ სპეციალისტებზე, რომელსაც პროფესიული განათლება ამზადებს. 2017 წელს, როდესაც დავიწყეთ ეს პროექტი და გადავწყვიტეთ, რომ ჯილდო დაგვეწესებინა, ჩვენ ინვესტიციებს ვდებდით პროფესიულ განათლებაში ახალი პროგრამების განხორციელების მიზნით, დაახლოებით 16 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდო ინვესტიციის სახით, გრანტის სახით, ამერიკის მთავრობის დაფინანსებით პროფესიულ განათლებაში და 65-ზე მეტი ახალი პროგრამა შეიქმნა, თუმცა იმ დროისთვის აღმოჩნდა, რომ პროფესიული განათლება არ იყო პოპულარული, ძირითადად ახალგაზრდებიც და ასევე დასრულებიც, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება სურდა, უმაღლეს განათლებას ირჩევდა, მაშინ როცა პროფესიული განათლება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოკლე ვადაში დავეუფლოთ ახალ პროფესიას, ვისწავლოთ ახალი უნარები და გავხდეთ წარმატებული იმ დარგში, რასაც შევარჩევთ. თუმცა თქვენც ახსენეთ, რომ არ იყო პოპულარული და არ იყო პრესტიჟული ეს პრობლემა და გამოწვევა ყოველთვის იდგა. რამდენად შეცვალა ამ ჯილდომ ეს დამოკიდებულება პირველ რიგში, როგორც მშობლების მხრიდან, რომლებისთვისაც სწორედ ალბათ მშობლები არის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი, ვისთვისაც არ იყო პრესტიჟული, რომ მათ შვილებს ესწავლათ პროფესიულ სასწავლებლებში და თავად მოსწავლეების მხრიდან. რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება, რამდენად იმსხვრევა სტერეოტიპები ამ მიმართულებით? რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი და ნებისმიერი სიახლე, რაც განათლების სექტორში შემოგვაქვს, საჭიროებს საკმაოდ დიდ დროს, რომ შედეგები დავინახოთ, თუმცა მერვე წელია უკვე რაც ჯილდოს ვახორციელებთ და შეიძლება ითქვას, რომ ჯილდომ წვლილი შეიტანა საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზების საქმეში იმ მრავალ პროექტთან და აქტივობასთან ერთად, რასაც როგორც ჩვენი ფონდი, ასევე კერძო სექტორი, სახელმწიფო დონორები და სხვადასხვა მხარეები ახორციელებენ. 100%-ით მომატებულია მიმართვიანობა პროფესიულ განათლებაში, თუ შევადარებთ 2017 წელს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორი, ბიზნესი უფრო ჩართულია დღეს პროფესიულ განათლებაში და კარგად ხედავს დამსაქმებელი, რომ განათლებაში მონაწილეობის მიღებით და ჩართულობით მათ შეუძლიათ მიიღონ ისეთი სპეციალისტი, ისეთი პროფესიონალი, როგორიც სჭირდება ბიზნეს განვითარებისთვის და სჭირდება ამა თუ იმ ორგანიზაციას წინსვლისთვის. მინდა ისევ ჯილდოს დავუბრუნდეთ, რა კატეგორიებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები და კრიტერიუმები, ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? ჯილდოს აქვს ძირითადი კატეგორიები, რომელიც გახლავთ წლის პროფესიული განათლების პროგრამა, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. ჯილდოში საბუთების წარდგენა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე, ათასლეულის ფონდის ვებგვერდზე შესვლით და ჩამოტვირთით აპლიკაციის, რომელსაც შეავსებთ და გამოაგზავნით. კრიტერიუმები გახლავთ სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით.
მიხედვით. მოკლედ რომ გითხრათ, ეს გახლავთ პროფესიულ განათლებაში სიახლეების შემოტანა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების შეთავაზება, ბიზნესისთვის, ვინც დაინტერესებულია პროფესიული განათლებით და ინვესტიციებს დებს პროფესიულ განათლებაში ან ერთობლივად განათლების სექტორთან ერთად ახალი პროგრამა შეიმუშავა ან ახალი სასწავლებელი გახსნა, მათ შეუძლიათ წარმოადგინონ განაცხადი და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ყოველ წელს ბიზნესი აქტიურად ერთვება ჯილდოში და წარადგენს ძალიან საინტერესო მაგალითებს კერძო საჯარო პარტნიორობის და იმისა, თუ როგორ შეიძლება რომ ბიზნესმა წვლილი შეიტანოს განათლების და საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებაში. მასწავლებლებს თავად შეუძლიათ თავიანთი თავი წარადგინონ, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია მასწავლებელი წარადგინოს პროფესიული განათლების, იგივეა სტუდენტს თავად შეუძლია შეავსოს აპლიკაცია, ასევე სასწავლებელს შეუძლია სტუდენტი წარმოადგინოს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რა თქმა უნდა, თავად შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წარმატების ისტორია და მიიღონ ასე მონაწილეობა ჯილდოში. ასევე გვყავს პარტნიორები, რომლებიც სპეციალურ პრიზებს აწესებენ: საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რომელსაც ამ ორგანიზაციებს აქვთ თავიანთი სპეციალური პრიზები და ჯილდოები დაწესებული. მაგდა, ბოლოს მინდა გკითხოთ, სამეული ან ხუთეული იმ ყველაზე პოპულარული პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული პროფესიების, რაც საქართველოში განსაკუთრებით მოთხოვნადია ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენი ფონდის მიზანი გახლავთ საბუნებისმეტყველო საინჟინრო STEM დარგების ხელშეწყობა, რადგანაც სწორედ ამ დარგებში არის დეფიციტი პროფესიონალების და ასევე ეს არის მომავლის პროფესიები ტექნოლოგიების ერაში. მოგეხსენებათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დარგის სპეციალისტებია ჩვენთვის. გვიხარია, რომ თუ წინა წლებში არ იყო პოპულარული, დღეს ინჟინერია, საბუნებისმეტყველო დარგები, IT, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერება არის ერთ-ერთი პოპულარული დარგი. საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს არის ტურიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია კულინარია, სადაც ასევე ძალიან დიდია ინტერესი, როგორც ახალგაზრდების და სტუდენტების მხრიდან, ასევე დასაქმების ჭრილში. აქ ძალიან გაზრდილია დასაქმება და მოთხოვნა დიდია დასაქმების ბაზარზე სპეციალისტების კულინარიის მიმართულებით. ასევე არის ისეთი დარგები, როგორიც არის, რა თქმა უნდა, სამშენებლო ინდუსტრია, ინჟინერია, აქაც გვაქვს მოთხოვნა დიდი, ასე ვთქვათ, სპეციალისტების მიმართ და უკვე კარგი ის არის, რომ ჩვენ კარგად ვხედავთ, სად არის მოთხოვნა, სად კარგად საქმდება კურსდამთავრებული პროფესიული განათლების და შესაბამისად უკვე ახალგაზრდებიც და მშობლებიც ცდილობენ, რომ ამ დარგებში და ამ პროფესიებში, ასე ვთქვათ, ჩააბარებინონ და ჩააბარონ პროფესიულ განათლების სხვადასხვა პროგრამებზე. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი ახალი ტენდენცია, რომ ახალგაზრდა და ის, ვინც ახალ პროფესიას ეუფლება, უკვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს უყურებს და შესაბამისად ცდილობს, რომ ახალ პროფესიას და ახალ უნარებს დაეუფლოს.